დასარჩევი აქვს, როდესაც ასეთი კაცი გამგებლის სახით, პოლიციელის სახით თუ ტენდერში გამარჯვებული სახით მოდის და შენ 20 ლარს გაძლევს და გეუბნება შენ მე მომეცი ხმა ეხლა და აგერ 20 ლარს მოგცემო, რა თქმა უნდა დათვალო მარტივად ამ შემთხვევაში რომ არა, კაცო, აქ შენ კიდევ აძლევ იმას ხმას რომ ისევ ამ ტიპის ადამიანების, ამ ტიპის პარაზიტების მართლობა გააგრძელო ქვეყანაში და ეს უკვე ადამიანის გონიერებაზე, მის განათლებულობაზე, მის შორსჭრეტელობაზე, მის პატრიოტიზმზე, მის მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე არის ყველაფერი დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ადამიანთა ერთი ნაწილის გაბრიყობას ისევ მოახერხებენ, მე არ მაქვს ილუზია, რომ ვერ მოახერხებენ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ უნებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ვართ პატრიოტულად, ქართულად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გამჭვალურები, იმ ადამიანებმა ერთად უნდა გავაგრძელოთ საქმე. უნდა გავაგრძელოთ საქმე და ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. არავით არის, ასე იგი, პესიმიზმის საფუძველი მე არ მაქვს და რამდენი 50,000 კაცი კი არა, მამალი მგელი რომ იყოს ყველა უბანში რაღაცა და მამალი მგლები რო იცავდნენ, მაგათ დამთავრდა არც სოდი, არც კუდი, არც პოლიცია, არც ჯარი, უკვე ამათ ხარეს აღარ არის. ხედავთ პატრული როგორი ძილობიანი გახდა ამ ამბების შემდეგ. თუ შეამჩნიეთ ეს ამბავი თქვენ, თუ შეგიმჩნევიათ თქვენ როგორი მდგომარეობა არის თვითონ აი იმ მართლობაში თქვენ რომელზედაც ლაპარაკობდით აი გამგებლებში, მათ მოადგილეებში რაღაცა როგორი თავაზიანები, ზრდილობიანები, წესიერები გახდნენ. იცვლება, უგზნობთ უკვე ტანით, ჩემო ბატონო, კარგად გზნობენ, ზურგის წვინით გზნობენ, რომ იცვლება ქვეყანაში არსებული სიტუაცია. თქვენ მისამართი აინტერესებს და აბოცილებას გველოცავენ თბილისის დღესასწაულში. დიდი მადლობა ჩემო კარგო, ბოლოცისთვის. იცოცხლეთ და ჩვენი მისამართი კონსერვატიული პარტიის არის არაყიშვილის 15 ნომერი. დილის 10 საათიდან საღამომდე, გვიან საღამომდე არის ოფისი ღია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და სამსახურებია პარტიაში შექმნილი. ეს არის ვაკეში არის არაყიშვილის ქუჩაზე, არაყიშვილის 15 ნომერი. და შორს კი ყოფილ ხართ. აბიცი, აბოცილოზე მიდოდა მეკითხა. დიდი წმენის ადამიანი იყო, ჯერჯერ ამ ველური კანონი ქონიათ ამ იმ დროინდელ ამ თბილისის მონასტრებს და ამპლობლებს, ვინც კი სხვა ჯილს მიიღებდა, თავი უნდა მოეკვეთა. საშინელი და ბარბაროსული წნეხი იყო და პრინციპების გამო ამ თბილისელმა კაცმა აბოცილელი ბატონ დავით თბილისის მოსახლეობის ნახევარმა არის ის ითვლება თბილისის ფარველად. გარეჯელ მამასთან ერთად, დავით გარეჯთან ერთად, დავით გარეჯელთან ერთად ითვლება თბილისის ფარველად და უნდა გითხრათ რომ საოცარი რწმენა მარტო კი არ აჩვენა აბოცილელმა. აბოცილელი ჩემთვის არის გაცილებით უფრო დიდი ქართველი, ვიდრე ის ქართველები, რომელთაც გვარები აქვს ქართული. მან თავი დადო საქართველოსთვის, თავი დადო ეკლესიისთვის, თავი დადო ქრისტესთვის, ქართული ისწავლა, იყო ჩართული ამ პროცესებში და ის რომ მერვე საუკუნეში იყო აბოცილელი, ჩემთვის ის შორებელი აქედან გამომდინარე არ ხდება. შუშანიკი, რომელიც სომეხი იყო, შუშანიკ დედოფალი, ჩემთვის გაცილებით უფრო დიდი ქართველი არის, ვიდრე სერგო ორჯონიკიძე და ვიდრე ვინ გითხრათ ახლა, ბანო მერაბიშვილი. გაცილებით დიდი ქართველი არის, არც კი შევა როგორ შეიძლება ამათი შედარება ერთმანეთთან და აბოცილელის სახელზე არის ძალიან კოხტა ლამაზი ეკლესია. ძველებურ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტილი საპატრიარქოს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობით კეთდებოდა მამა ბესარიონი მეუფე დავითი იყვნენ ჩართულები და ულამაზესი ტაძარი არის აშენებული ზედ მეტეხის ძირში მერცხლის ბუძესავით არის და ამავე დროს საკმაოდ დიდი სივრცეც არის და სხვათა შორის აბოცილელის სახელს უკავშირდება რომ მაგ უბნის თლიანად რაღაც იერსახის აღდგენა ხდება და ეს ამ წმინდანის დამსახურებაცაა დიდი არის გეგმაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის რომ იქ ძველი ხიდი მეტეხის ხიდი ჯალალედინის დროინდელი ხიდი როგორიც იყო მისი საძირკველები ეხლაც არის მტკვრის ქვემოთ დარჩენილი და ეს საძირკველები უნდა იქნას ისევ აღდგენილი და გარკვეული ფუნქცია მიეცემა მას და ძალიან ნიშიც არის იქ სალოცავი აბოცილელი დღეს პატრიარქი ბრძანდებოდა პირველად ჩაატარა და აბოცილელის მადლი შეეწიოს თბილისს და შეეწიოს მთელ საქართველოს. უნდა ვილოცოთ ყველამ, რომ მათი მადლი ისე გვფარავდეს ჩვენ და იმდენი თავგანწირვის მაგალითი არის ბატონ დავით ჩვენთვის ცნობილი რომ პრაქტიკულად ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ დამარცხების უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ მათი გორისა ვართ, რომ ჩვენ მათი ჯიშისა ვართ. მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ეს არ იყო სუსტების და
ასე ვთქვათ, რაღაც უხერხემლოების რელიგია, პირიქით ეს მებრძოლების, ქართველების, ვაჟკაცების, მაგარი კაცების და მაგარი ქალების რელიგია იყო ყოველთვის და ჩვენ ამ რელიგიით მოაღწიეთ დღევანდელ დღემდე და ამ წმინდანების მფარველობა დღესაც გრძელდება და იმედია რომ მეორედ მოსვლის შამსაც იქნება საქართველოს გადარჩენილი და ფეხზე დამდგარი. კარგია, ესეთი რომ გაქვთ მუხტი, ეხლა გზავნილი მოვიდა ოპოზიციამ, ხოლო ნინო ბურჯანაძესთან გაერთიანების შეძლებს რეჟიმის შეცვლასო. ხმენი აზრი და ფერთხე გაქვთ თუ არა ურთიერთობა ქალბატონ ნინოს პარტიასთან. ქალბატონ ნინოს პარტიასთან რო ვთქვა რომ ახლო ურთიერთობა მაქვს, არა მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ხვდებით ხოლმე შეხვედრები არის ხშირად, სადაც ეს უცხოელებთან იქნება შეხვედრა, თუ ისე შიდა ოპოზიციური შეხვედრები იქნება, გვაქვს. მე ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც კი რაიმე რესურსი აქვს, რომ თავისი მიმართულებით იმუშაოს. მე არა ვარ კუდიანების დევნისა და აღმოჩენისა და შემდეგ დევნის მომხრე, ოპოზიციურ სპექტრში ყველას ექნება თავისი ფუნქცია. ქალბატონ ნინოს აქვს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ესე იგი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ეს არის ის ბერკეტი, რომელიც მას შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასამკვიდრებლად და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ეხლა იმაზე საუბარი ქალბატონი ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხებზე. ქალბატონი ბურჯანაძის და სხვების პასუხისმგებლობის საკითხებზე უნდა ელაპარაკოს კანონმა, უნდა ელაპარაკოს სამართალმა და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებამაც, თუ კი ამას საჭირო ჩათვლის, ოღონდ მაშინ კი არა, როდესაც თავარი პრობლემა სულ სხვაგან არის. ეხლა ჩვენ თუ დავიწყეთ იმ ადამიანების გაკრიტიკება, რომლებიც ხელისუფლებიდან ახალი წამოსულები არიან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხელს შეუშლით იმ პროცესს, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში. ანუ დღესაც ავიკითხე, თებერვალში თორმე ძალიან ბევრი კაცი გამოდის ნაციონალების იმედად. ძალიან ბევრი გამოდის, არა მარტო ნაციონალები. პარლამენტზეა საუბარი, რომ ისე მე იმდენი შეხვდა ახლა საახალწლო დატოვეს პარტიის რიგითმა წევრებმა. Sambeli, adozes, შორსაგუას ეს საუბარი მაპატეთ რა მოდით შემოვიყვანოთ მაყურებელი და პოპულარი იყოს. ისმენს დიახ ეთერში ხარ. ალო გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო ზვიად. მოგესალმებით ხალბატონო. ძალიან მიხარია რომ ზვიადისთან საუბრის საშუალება მომეცა. ყველაფერი ზვიადი გისურვებთ, რა ჩაფიქრებული გქონდეთ, ყველაფერი 99%-ით მაინც შესრულებული იყო ზვიადი. ძალიან მიხარია რომ თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა. სოხუმიდან დევნილი. ჩვენ სოხუმიდან დევნილებს მე ბევრჯერ მქონდა ეთერში საუბარი და თქვენთანაც მინდოდა რომ საუბარი მქონებოდა და მომეცა იმის უფლება რომ მოვხდი ეთერში. ჩვენ სოხუმიდან დევნილები დავიჯეროთ, ხალხი არა ვართ. ჩვენ რო არავის არ ვეცოდებით. სულ გადაყვნენ ჩვენ ტერიტორიები დაგვიკარგა 16 წელიწადია თბილისში ვცხოვრობთ არანაირი უფლება ჩვენ ამ პიროვნებამ არ მოგცა რომ ჩვენ წინ წავსულიყავით ჩვენ ინვალიდები ვართ მრავალშვილიანი დედები ვართ ნუ თუ არ ფიქრობ ჩვენზე სააკაშვილი ნუ თუ არ ფიქრობ ჩვენზე სოხუმიდან დევნილებზე გადაყვა ეს კაცი გადაყვა ამდენი გადმოგვირიცხეს იმდენი გადაგვირიცხეს ამდენი ვისთვის მიაქვთ ვისთვის რამდენი მინისტრები დადგა ყველავად გახდა ზოგმა გულის ოპერაცია გაიკეთა, ზოგმა ნახველის ოპერაცია, რა ხდება, ვერ გავიგე, ჩვენთვის არ ფიქრობთ, მე მოვითხოვ, მოусურებ ყველა დევნილებს, სადაც თქვენი მისამართი გამოიყო სად იქნება თქვენი ოფისი, სულ ყველას მოუწოდებ სოხუმიდან დევნილებს, რომ მოვიდნენ თქვენთან და ჩვენ პასუხი გავგზეს. საერთო საცხოვრებლებში ვცხოვრობ და 21 საუკუნეში რომ მაპატიეთ სველი წერტილი რო არ ექნება მაცხოვრებლებს გდანში ვცხოვრობ მე-7 მიკრორაიონში საერთო საცხოვრებელი რადიო ქარხნის ორიონში ვცხოვრობ და ჩვენ მე რამდენჯერ დავრეკე ვთხოვ სუბელიას პირადად მოვიდეს გამოგეხმაუროს გამოგვესაუბროს მე არ ვიცი პირდაპირ თქვენ გვერდზე ვართ ბატონო ზვიად სულ ყველა გეფიცები ჩვენებს იმდენად იზოლებული ვართ გამხდარი ჩვენ სოხუმიდან წამოსული დევნილები 30 ლარის მათხოვრებიც არ გავხადა შაშარო 30 ლარი გადმოგიგდო ჩვენ ისკელებენ ჯიბებს არ ეყოთ ეს ჩვენი ფულები ეს გადმორიცხული ევროები ჩვენი ფულებზე არ გაცხნენ ესენი რა უნდა ბოლოს-აბოლოს მიშა სააკაშვილს რა უნდა ვერ გავიგე ნუ გაიქიშა ცოტა დრო დაგვრჩა მე მინდა ქალბატონს უთხრა რომ ეს პრობლემა არის საქართველოს პრობლემა მთლიანად სოხუმიდან დევნილი სამაჩაბლოდან დევნილი უკვე ახალი დევნილები რომლებიც მოგვემატა ეს არ არის მარტო დევნილების პრობლემა ესაა ყველას პრობლემა ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა მე მინდა გითხრათ რომ ქალბატონმა როდესაც ახსენა რომ დახმარებები იყო და ახლა